მინდა მოგმართოთ ბოლო დღეების დაკავებებთან დაკავშირებით და ქუთაისში მიმდინარე სასამართლო პროცესის პარალელურად. კანონის უზენაესობა ერთ-ერთი მთავარი ცნება, რომელსაც ეფუძნება თანამედროვე სახელმწიფოებრიობა და ამგვარად ჩემი ფუნქცია არ არის სასამართლოს პრეროგატივაში შეჭრა. თუმცა ჩვენ ყველამ ვიხილეთ ტელევიზიით, რომ ამ წუთებშიც სასამართლოზე მიმდინარეობს ინტენსიური ზეწოლა ძალადობრივი პოლიტიკურად ანგაჟირებული ელემენტების მხრიდან, რათა მიაღწიონ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაპატიმრება. მე მგონი ქართული საზოგადოება ძალიან ბრძენი და დახვეწილია და მშვენივრად ესმის, რომ აქ საუბარი არ არის რაღაც კონკრეტულ სამართლებრივ ბრალდებებზე. აქ არ არის საუბარი იმაზე, ვინ რომელ აგარაკზე ცხოვრობდა, ვინ ვის უხდიდა რაღაც ხელფას. თუნდაც ბოლო თვეების პროცესები, იგივე ახალაიას პროცესმა დაანახა, რომ პოლიტიკური მოტივით დაწყებული პროცესი ჩხარა შედის სამართლებრივად ჩიხში. მე ვფიქრობ, აქ სამართლდება არა კონკრეტული ქმედებები. არამედ ჩვენ რეალურად დღეს ვასამართლებთ საქართველოს უახლეს ისტორიას. ჩვენ ვასამართლებთ ჩვენ წარმატებულ მცდელობას, რომელიც განმახორციელეთ ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომ შეგვექმნა თანამედროვე სახელმწიფო იქ, სადაც ამას არავინ არ მოელოდა. კავკასიაში, საქართველოში, ჩვენ მანამდე ყველასგან მივიწყებულ ქაოტურ ძალადობისთვის განწირულ რეგიონში. ვანო მერაბიშვილი არის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად და იმ ჯგუფთან ერთად, რომელსაც დღეს გასამართლებით ემუქრებიან სახელმწიფოებრივ წარმატებულად განხორციელებულ იდეის. ჩვენთვის ვანო მერაბიშვილის სახელი და არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, ჩვენ გარშემო ქვეყნებისთვის ასოცირებულია წესრიგთან, ასოცირებულია სიმშვიდესთან, ჩვენი მოქალაქეების დაცულობასთან. მე წინა დღეებშიც ვიყავი უცხოურ მივლინებებში და ნახე, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ლიდერები, სრულიად განსხვავებულების ერთმანეთისგან, თხოვდნენ, რომ გადაიღოთ ჩვენგან პოლიციის წარმატებული რეფორმების გამოცდილება. და ის, რომ დღეს ვანო მერაბიშვილს მის მიერ შექმნილი პოლიცია ხელბორკილებით დაატარებს, ის, რომ ჩვენ მიერ აშენებულ ნაცვლად ძველი ნანგრევებისა, თანამედროვე, განათებულ, ძალიან კარგად მოწყობილ სასამართლოს შენობებში, ძალიან სწორად აღჭურვილ და კარგად მომზადებულ პერსონალის პირობებში ხდება ამ პროცესების გამართვა. თავისთავად არ შეიძლება არ იყოს გარკვეული ისტორიული ირონიის გამოხატულება. ასევე ზურაბ ჭიაბერაშვილი არის სიმბოლო იმისა, რომ მრავალაწრეული და ასწრეული სრული კლეპტოკრატიის, რომელიც გამეფებული იყო თბილისში. მე ვიყავი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და კარგად ვიცი, რა ხდებოდა თბილისის მერიაში ზურაბ ჭიაბერაშვილამდე. მან წერტილი დაუსვა კორუფციას, ქურდობას და დაიწყო რეალურად ჩვენი დედაქალაქის აღმშენებლობა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეძლო ჩვენი დასავლური ვექტორის რეალურად წინ წაწევა რუსეთთან ურთულეს მოლაპარაკებებში სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ევროსაბჭოში, სადაც მან მართლაც საოცარი ქმედებების შედეგად მოახერხა ოკუპაციის როგორც ტერმინის დამკვიდრება და საქართველოს პოზიციების დამკვიდრება განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ. ჩვენ ვასამართლებთ ჩვენს დემოკრატიულ სისტემას.
იმიტომ რომ ჩვენ შარშან შევქმნით პრეცედენტი, ჩემო მეგობრებო, რომ მოხდა ხელისუფლების შვიდობიანი გადაცემა შვიდ უპრობლემო მეგობრულ კეთილგანწყობილ ვითარებაში. და ახლა ვქმნით პრეცედენტს, რომ ხელისუფლების ასეთი გადაცემა ძალიან საშიში ყოფილა ხელისუფლების გადაცემთათვის, იმიტომ რომ ამას ასეთ გადაცემას მოყვა ღვიძლი, შურისძიება და ამგვარად პრაქტიკულად იმის მაგერად რომ ეს პრეცედენტი გამოგვეყენებია ქართული სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიის შემდგომი გაძლიერებისთვის, ქართული სრულფასოვანი დემოკრატიის ჩამოყალიბებისთვის, ჩვენ მივიღეთ პრეცედენტი, რომ მომავალში ყველა დაფიქრდება სანამ დემოკრატიისკენ გადადგავს შემდგომ ნაბიჯებს. და რა თქმა უნდა ეს ძალიან ცუდია. ჩვენ ვასამართლებთ ჩვენ დასავლურ ორიენტაციას. თქვენ ნახეთ დღეს განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უკვე წამოვიდა განცხადები ახლახან ვესაუბრე ევროკავშირის ელჩს, რომელიც ძალიან შეშფოთებულია სიტუაციით და დარწმუნებულია თავის სიტყვას იტყვის, მაგრამ სულ უფრო მეტი გამოხმაურება ევროპიდან. ის რაც ხდება საქართველოში ამ პროცესებთან დაკავშირებით სამწუხაროდ პირდაპირ გზა არის საქართველოს საერთაშორისო დასუსტებისკენ და იზოლაციისკენ. ის ლოზუნგები, რომელიც ისმის, ის შეტაკებები და ძალადობის ფონი, რომელიც არის ქუჩაში. თავდასხმები, მათ შორის სხვადასხვა უმცირესობების, იქნება ეს რელიგიური, ეთნიკური თუ სექსუალური უმცირესობები და მათი ორგანიზაციების წარმომადგენლებზე. ეს ყველაფერი და ძახილი იმისა, რომ თურმე ჩვენი ფასეულობები არ არის ევროპული ფასეულობები. და მიმაჩნია, რომ ჩვენი ფასეულობები, ჩვენი ძირძველი ქრისტიანული მრავალსაუკუნოვანი ევროპული ტრადიცია, ქართული ტრადიცია, ეს არის ერთი და იგივე, ეს არის ევროპული ჩვენი მწამსის გამოვლინება. ჩვენ ვართ ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი ევროპის ჩვენი ქრისტიანული წარსულის და სწორედ ჩვენი ფასეულობების გამო. მაგრამ აი ამ თავდასხმება, ამ მოუთმენლობის გამოხატულება. და ბოლოს ამ პოლიტიკურმა პროცესებამ პრაქტიკულად მიგვიყვანა იმ სიტუაციამდე, რომ ჩვენ ეჭქვეშ ვაყენებთ თავარ განვითარების ვექტორს. თუ ჩვენ აღმოჩნდით იზოლირებული დასავლეთისგან, ჩვენ შეგექმნებათ თავარი ეროვნული საფრთხეების საფრთხე. იმიტომ რომ დასავლეთიდან იზოლაცია ევროატლანტიკური სივრცისგან, რომელიც 2008 წელს გადაარჩინა მათ შორის ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ევროპული სივრცისგან საქართველოს იზოლაცია ნიშნავს ქართული სახელმწიფოებრიობის გარდაუვალ ჯერ დასუსტებას და შემდეგ გაუქმებას და გაქრობას. და ჩვენ ყველანი ამაზე ძალიან უნდა დავფიქრდეთ. ჩვენ მე მინდა ყველაფენ ამის ფონზე მიმართო კიდევ ერთხელ საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, რომელიც ერთპიროვნულად იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს, ჩემი გამოცდილება ასეთია მასთან მუშაობის. თქვენც ისეთი ქართველები ხართ, როგორც ჩვენც. მე გამოთქვა იმეც, რომ თქვენ არ თამაშობთ უცხო თამაშს, უცხოურ თამაშს, იმიტომ რომ ამის სხვადასხვა ვარაუდი გამოთქმული იქნა არაერთხელ, არამედ თქვენც ასევე გინდათ საქართველოს წარმატება, საქართველოს გაძლიერება, როგორც ჩვენ, როგორც მე. და მე მინდა მათ კიდევ ერთხელ მოუწოდო. ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ არა ერთი და იგივე ძალადობის, შურისძიების, ურთიერთქიშპობის, მათ შორის უცხო მტერთან შეკვრის ტრადიციით, შიდა პოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად სამწუხაროდ ასეთ ტრადიცია მდიდარი ისტორიული საქართველოს უარყოფითი გააჩნია. არამედ ჩვენ უნდა ყველამ ერთად ვიამაყოთ იმ მიღწევებით, რომელიც თუნდაც მერაბიშვილმა, ჭიაბერაშვილმა და მათ მსგავსმა ადამიანებმა შეძლეს წინა წლებში და ერთად აღმოვაჩინოთ ის ხარვეზები, რომელიც არსებობს და რა თქმა უნდა არსებობს და ერთად აღმოფხრათ ისინი. ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ არა ერთმანეთზე ხალხის გადაკიდების გზით, იმიტომ რომ ეს არის ჩიხური გზა, ეს არის სიღატაკისკენ, ძალადობისკენ, უპერსპექტივებისკენ და ჩვენი ქვეყნის ადვილ მსხვერპლად, ადვილ უკმად დამპყრობლისთვის, ადვილ უკმად გადაქცევისკენ მიმართული გზა, არამედ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ფართო საზოგადოებრივი თანხმობის მისაღწევად.
ჩვენი სახელმწიფოებრიობის შემდგომ გასაძლიერებლად. ჩვენი ევროატლანტიკური ვექტორის შეუქცევადად წინ წასაწევად. ყველაფერი იმაზე იმ საფუძველზე რაც უკვე ჩვენ შევქმნით, ახალ შენობის დასაშენებლად, ახალი სართულების მოსამატებლად. ჩვენ უნდა წარსულზე ნეგატიური კონცენტრირება ჩავანაცვლოთ მომავლის პოზიტიური ხედვით. ვილაპარაკოთ იმაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისაც, რომ საქართველო გახდეს უკეთესი ქვეყანა თითოეული ჩვენგანისთვის. ამიტომ მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ შევძლებთ ავმაღლდეთ ჩვენ პოლიტიკურ რაღაც ქვენაგზნობაზე და ცუდნისნიქტებზე და დავდგეთ ამ ყველაფრის ზემოთ. დავდგეთ თუნდაც თუ მიგვაჩნია რაიმე სამართლიანი გულისწყრომა გაგვაჩნია ამაზე ზემოთ. იმიტომ რომ არაფერი ისეთი ცუდი არ არის, რაც გულისწყრომაზე აწყობილი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა. ეს არის ჩიხში მიმავალი გზა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ბევრი საერთო და თუ კარგად მოვძებნით ჩვენ მართლაც ბევრი გვაქვს საერთო, თუნდაც შიდა პოლიტიკაში, საგარეო პოლიტიკაში, თუნდაც არაღიარების საკითხებში, რომელსაც ასევე პრობლემას უქმნის ის რაც ხდება და ჩვენ უნდა ვიაროთ წინ უკეთეს საქართველოსკენ. და საბოლოო ჯამში ჩემი მიმართვის თავარი ადრესატი მთელი ეს წლები იყო ქართული საზოგადოება და არის ახალაც. მე ძალიან ცოტა დრო მაქვს გატარებული ამ შენობაში და კაბინეტში და ძალიან ბევრი ქართულ სოფლებში, ქართული ქალაქის უბნებში, ჩვენი თანამემამულეების სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ოჯახებში საქართველოს მე ვიცნობ ისევე როგორც ჩემს საკუთარ ოჯახს. მე მიმაჩნია საქართველოს ჩემს საკუთარ ოჯახად. და მე მინდა უთხრა ქართულ საზოგადოებას. ჩვენ ოჯახში შეიძლება გქონდეს უთანხმოებები. ჩვენ შეიძლება გქონდეს განსხვავებები. ჩვენ შეიძლება გქონდეს თაობებს შორის განსხვავებები. ჩვენ შეიძლება გქონდეს წარმოდგენებს შორის განსხვავებები. ჩვენ შეიძლება უბრალოდ ყოფითი კონფლიქტები გქონდეს, იმიტომ რომ ეს გარდაუვალია ყველა ოჯახში. მაგრამ თავარი მიზანი ოჯახის არის ერთიანობის შენარჩუნება და ჩვენი შვილებისთვის პერსპექტივის გაჩენა. და ჩვენ შიდა კონფლიქტებს და გულისხმობას არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი შვილების ბედი. დღეს მათ შორის ეწყდება ამ სასამართლო პროცესზე, რომელიც იმართება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ დამფუძნებლებზე და თავისთავად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმართლის მომენტი და გზაგასაყარი იმისა, თუ საერთოდ საქართველო. ჩვენ ყველანი უნდა დავფიქრდეთ, ყველანი უნდა გავერთიანდეთ და ყველანი მიუხედავთ იმისა, რა მოსაზრებებზე დგავართ, ყველანი მივხვდეთ, რომ ჩვენ გვყავს ერთი სამშობლო, ერთი მომავალი და ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ მომავლისთვის უნდა იყოს პროგრესი, შემდგომი ჩვენი სამშობლოსი, უნდა იყოს თავისუფლება, საგარეო და საშინაო, დემოკრატიული სისტემა და წესრიგი, იმიტომ რომ ხალხი უნდა იყოს დაცული. პროგრესი, თავისუფლება და წესრიგი. და ჩვენ ყველანი ამას ჩვენი ერთობით აუცილებლად მივახცევთ.